მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ძალიან მინდა ხოლმე რომ ყოველდღიურად ჩავწერო გაშლები თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დღის გრაფიკი არ მაძლევს ამის საშუალებას, რომ ყოველდღე მქონდეს თქვენთან კონტაქტი და ძალიან მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ესია. ასევე შეგახსენებთ პირველ რიგში ჩემს საკონტაქტო ნომერს 591-16-33-35. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ვისაც გსურთ პირადი გაშლები და პირადი სესიები. მოგეხსენებათ, რომ მე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი, მეტაფორული ბარათების კონსულტანტი და ტაროლოგი და მაქვს კოუჩინგური სესიები ტაროს დახმარებით, მეტაფორული ბარათების დახმარებით, რომელიც იძლევა საუკეთესო შედეგებს, ვისაც სურს საკუთარ თავზე მუშაობა, წინსვლა ცხოვრებაში და ამას მარტო ვერ ახერხებს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩაიტაროთ აი ესეთი უნიკალური და საუკეთესო სესიები. სხვათაშორის იშვიათია, არ ვიცი, მე პირადად არ მქონია ეგ მომენტი, რომ კოუჩის სესიებზე იყოს ტაროს გაშლებიც, ანუ ტაროს დახმარებით კოუჩინგური სესია, არ ვიცი, მე არ მინახია. ხო. შეიძლება აკეთებენ კოუჩებიც, ყოველ შემთხვევაში მე არ მქონია ესეთი შემთხვევა. ხო. მე გთავაზობთ ასეთ სესიებს და ვისაც გნებავთ და გაინტერესებთ, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ საკუთარი თავი განავითაროთ, წინ წაიყვანოთ და არ იყოთ ერთ ადგილზე გაყინული ნებისმიერ ცხოვრებისო საკითხში, შეგიძლიათ მომმართოთ. კი ბატონო, დღევანდელი გაშლა იქნება საკითხზე თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. რას ფიქრობს თქვენზე, აი ახლა, ამჟამინდელი მონაცემებით, რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენზე. საინტერესოა. ორიანის თასები პირველივე ამსვლაზე. მეგობრებო, ძალიან აქ უკვე ფიქრები კი არა, მე ვფიქრობ, რომ ეს გრძნობებია უკვე, იმიტომ რომ უკვე რა გრძნობებს მიჩვენებს ტარო ამ შემთხვევაში, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენ მეგობრებო, ეს ადამიანი, არ ვიცი ხა თქვენ გაქვთ თუ არა ამ წუთას მასთან კომუნიკაცია, ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ ეს ადამიანი თქვენს მიმართ ძალიან დიდი ემოციებით, გრძნობებით და ესეთი ფიქრებით არის განწყობილი, რომ უნდა რაღაცა ახალი შემოგთავაზოთ, რაღაცა ახალი დიდი შემოთავაზება აქვს ფიქრებში თქვენთვის და თქვენზე ფიქრობს, რომ აი თქვენ ხართ ძალიან იცით როგორი მისთვის ღმერთისგან საჩუქარი. ჩვეულებრივად აი ესე შეიძლება ვუწოდო ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აი თქვენ მისთვის ხართ საყვარელი ქალი, ემოციური, მზრუნველი, დედის ფიგურა რაღაცნაირი, ძალიან საყვარელი ქალის ტიპაჟი ხართ თქვენ მისთვის, რომელი ქალიც მოწონს როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც. მისთვის ძალიან მიმზიდველი ხართ გარეგნულადაც. ხო. კიდევ რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით?
ფიქრობს რაღაცა სახის შეკრებაზე, აი შეხვედრა სურს თქვენთან, შეიძლება აი ამას ასეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით და სადაც ერთმანეთს აი ამ რაღაც გრძნობებს გაუზიარებთ და აი ამ შეხვედრაზე სურს ზუსტად რომ ის დაფარული რაღაცა შემოთავაზება რაც აქვს და რასაც არ გიმხელთ ჯერჯერობით აი ამ შეხვედრაზე გაგიმხილოთ. აი თუნდაც ის რომ მაგალითად გამოგიტყდეთ იმაში რომ თქვენ როგორი განსაკუთრებული და ძვირფასი ხართ მისთვის ან თუ ჯერ არ იცით მისი გრძნობების შესახებ, გამოგიტყდეთ აი ამ გრძნობების შესახებ. ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ აი ამ შეხვედრაზე რაღაცა ახალი შეთავაზება მიიღოს აი ამ ადამიანისგან. ხო. ისეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა. ხო. რადგან ჯერ თქვენ არ იცით აი ამ ყველაფრის შესახებ, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამოუვა ნამდვილად აი ეს საქმე, რასაც აქვს გადაწყვეტილი, რომ თქვენ შემოგთავაზოთ. და რაც ან შემოგთავაზოთ, ან გაგიმხილოთ თავისი გრძნობები, ნუ აი ესეთი რაღაც ახალ ეტაპზე სურს ამ ურთიერთობის გადაყვანა ამ პიროვნებას. კარგი, კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? მეგობრებო, აი აქ როგორი სიტუაცია, ახლა გეტყვით. თუ გგონიათ ვინმეს, რომ თქვენი ურთიერთობა, აი თქვენი და იმ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების ურთიერთობა არის დანგრეული და ეს, ნუ აღარ გექნებათ აღარასდროს კონტაქტი, იცოდეთ, რომ ეს პიროვნება აქ არ ვიცი თუ აქამდე მიჩვენებია თქვენთვის, მაგრამ ძალიან სასწაული კოშკის არკანია, აი ამ დასტაში. არკანი, სადაც კოშკი საიდანაც ყველა გამორბის, ინგრევა კოშკი, შეხედეთ, სულ დაბზარულია კედლები, ხალხი ცვივა, ზოგი გამორბის, ასე შემდეგ. გამწარებულები და შეშფოთებულები გარბიან და ეს ერთადერთი კაცი, რომელიც არ იწვრის თავისი ადგილიდან. ანუ ესე არის თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებაც, მეგობრებო. მართალია, შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი დროც გავიდა და რეალურად ფონი ესეთია ამ ურთიერთობაში, რომ დანგრეული არის ყველაფერი. იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს ენატრებით, იხსენებს იმ დროს, თქვენთან გატარებულ დროს და ფიქრობს ნაბიჯებზე. მოქმედებაზე ფიქრობს. ჯერჯერობით, რადგან ხმლების პაში ამოდის, შეიძლება ცოტა იცი როგორი მომენტი ქონდეს ჯერჯერობით, რომ აი თან ეშინოდეს ნაბიჯების გადმოდგმა. ალბათ იმიტომ, რომ არ იცის შედეგი რა იქნება ამ ყველაფერს. და თუმცა რეალურად აქვს ფიქრებში ის, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, გადმოდგას ნაბიჯები, რადგან თქვენს მიმართ აქვს ადამიანს იმდენად დიდი მონატრება, ექვსიანის თასები, შეიძლება ითქვას, რომ მონატრება, რომელიც სიყვარულში არის უკვე გადაზრდილი და შეიძლება ამ ყველაფერს ეს ადამიანი ეხლა მიხვდა საერთოდ, იმიტომ რომ საკმაოდ იცით როგორი პიროვნება არის თვითონ, აი მეფე, ისეთი ქარიზმატული, თავდაჯერებული, წარმატებული, საკმაოდ ენერგიულ, რაღაც ცეცხლოვან ენერგიებშია ეს ადამიანი. და ცოტა ისეთი ტიპაში მოფლირტავე და აი ამ ურთიერთობაში აქვს ის მომენტი ზუსტად, რომ შეიძლება თვითონაც გაკვირვებულია და აშინებს აი ეს მდგომარეობა, მისი ეს მდგომარეობა ხდება, ფიქრობს, რომ რაღაცა სიყვარულში გადაუვიდა უკვე ეს სიტუაცია
და ცოტა არ იყოს შეიძლება ზუსტად ეს მომენტი აშინებს ამ პიროვნებას, რომ უჭირს ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ეს ურთიერთობა დანგრეულია თუ არა, არ არის მეგობრებო დანგრეული, რადგან თქვენი მხრიდან ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პიროვნება ამ ურთიერთობიდან ჯერ არ წასულა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ფიქრობს ის ამ ურთიერთობაზე. თქვენზე ფიქრობს, ამ ურთიერთობაში ნაბიჯების გადადგმაზე ფიქრობს და ჯერ არ არის ეს ყველაფერი დასრულებული. კი ბატონო. ვინც პირველად მიყურებთ, იცით ალბათ, რომ ესე რამოდენიმეჯერ იმიტომ მკითხულობ ერთი და იგივეს, რომ ვარიანტები არ მაქვს და აი ეს რამოდენიმეჯერ კითხვა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცასთან ყველა რეზონირდება, ვიღაცასთან ერთი ან მეორე. ასე რომ გაითვალისწინეთ. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? ხო, აი ცოტა ამ შემთხვევაში ამომივარდა ეს არკანი. იცით როგორი სიტუაციაშია ეს ადამიანი? ცოტა არ იყოს არჩევანში, რომ აი ილუზიაც აქვს შექმნილი რაღაცებს, საკუთარ თავზე, იცით, რომ აი რაღაცა დიდი შეიძლება იცით როგორი მომენტი და ის მომენტის აი ენერგია რაღაცნაირად, რომ აი დიდი წარმოდგენა აქვს ადამიანს საკუთარ თავზე და ფიქრობს, ფიქრის პროცესშია, გონია რომ აი ბევრი არჩევანი აქვს ძალიან და მისი გადასაწყვეტია რომელს აირჩევს. და ამ დროს თავში სრული ქაოსი აქვს ფიქრების, ვერ გამოუკვევია რა გააკეთოს. აი ესეთ სიტუაციაშია ეს თქვენი პიროვნება. ბოლოს რომელზე და რაზე შეჭირდება, თვითონაც არ იცის. ცხოვრება აწვდის და ჩუქნის ძალიან ბევრ შანსებს, სამყარო ძალიან კეთილია მის მიმართ. მაგრამ ის ვერ ხედავს სამწუხაროდ. მოდი ვნახოთ კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით. საინტერესო. მეგობრებო, აქ რა სიტუაცია ახლა გეტყვით. თქვენ ქალბატონები ვინც მიყურებთ, ვინც ხართ აი ისეთ პოზიციაში კი არ და ისეთი განქორწინებული, ქმარისგაცილებული, ქვრივი, აი ასე შემდეგ, ესეთი ქალბატონები ვინც ხართ, ესეთმა ქალბატონმა პიროვნება, თქვენი პიროვნება გაუშვით. დატოვეთ თავის მარტოობაში, რომ აი სულიერად რაღაცა გაზრდილი იყო, იმიტომ რომ თქვენ ვერ დაგეწიეთ ეს ადამიანი, იცით, აი ვერ მოგწუდათ, იმიტომ რომ თქვენ მეტად გამოცდილი პიროვნება ხართ. შეიძლება ასაკიც იცით, აი თანატოლები შეიძლება იყოთ, მაგრამ ეს პიროვნება საკმაოდ აი აქ ისეთი ენერგიები მომდის, მეფის ენერგიებში ამოდის ადამიანი მართალია, მაგრამ ცოტა იცით როგორი მომენტი მაქვს, აი სხვადასხვა ენერგიებში ხართ თქვენ და აი ეს პიროვნება რაღაცნაირად ვერ მოგწუდათ, ვერ შეძლო, ვერ გაქაჩა, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობა და გაუშვით მარტოობაში ეს ადამიანი. თითქოს დაასრულეთ აქ ყველაფერი, იმიტომ რომ უკვე თავის ტკივილად გექცათ ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში. აი ზუსტად ის არკანი, რაც წეგან ამოვიდა და ანუ ისეთი პიროვნება, აი ისეთი თქვენ უფრო მეტად სულიერად ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ, ვიდრე ეს ადამიანი. ცოტა სულიერებაში იჭედება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და ზუსტად მასზე იყო წეღა, რაც გითხარით, აი ეს არკანი რომ ამომივარდა, ის ზუსტად ამ პიროვნებაზე იყო ნათქვამი და ამაზე გავაჟღერე, რომ ადამიანმა დააგღალათ აი თავის, შეიძლება ძალიან დიდხანს
ფიქრობ და რა გაეკეთებინა, შეიძლება გაგრძნობინებდეთ კიდეც ამ მომენტს, რომ თქვენ მისთვის ვარიანტი იყავით რაღაცა და არჩევანი ვერ გააკეთა ამ პიროვნებამ თითქოს. ეხლა რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე და თქვენთან დაკავშირებით რა ფიქრები აქვს? თუ გგონიათ, რომ ამ ადამიანმა თავიდან ამოგიგდოთ, ძალიან ცდებით, ვერ ამოგიგდოთ. ანუ ძალიან თავგზავნეული პიროვნება არის, ზოგადად ესე ვფიქრობ მე. და იცით როგორი ადამიანი, აი ისეთი ენერგიები მომდის, აი ძალიან მატერიალისტი, მართალია აქ თასების მეფე ყავს, მაგრამ აი ამ თასების მეფეზე მე მაგალითად აი ესეთი შეხედულობა მაქვს, რომ ძალიან მატერიალისტი პიროვნებაა და ფასონის ადამიანი, აი ხო ხვდებით რაღაცნაირად, რომ მთავარია გარედან ჩანდეს მაგარი, მთავარია ვინმემ რამე არ თქვას, აი ეგ მომენტი რა და ამ ადამიანმა ვერ ამოგიგდოს ნამდვილად თავიდან, აი თავში უტრიალებთ ჩვეულებრივად თქვენ რაღაც ზიხართ მის ფიქრებში სულ და თქვენს მიმართ ეხლა რა ფიქრები აქვს და სურვილი აქვს და ზუსტად აი ამაზე ფიქრობს, რომ ძალიან სწრაფად გამოვიდეს, იმოქმედოს, კონტაქტზე გამოვიდეს, თუ არ გაქვთ ეხლა კონტაქტი მაგალითად, ან გაქვთ ძალიან ცოტა გაურკვეველი რაღაც მიმოწერა, ამ ადამიანმა იმოქმედოს ამ ურთიერთობაში და გააკეთოს რაღაცა მაინც. აი ასეთი ფიქრები აქვს ეხლა ამ პიროვნებას. ფიქრობს, რომ სწრაფად უნდა გააკეთოს და იმოქმედოს, მაგრამ რამდენად სწრაფად იმოქმედებს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ფიქრები ცალკეა, მაგრამ რეალური ქმედება ცოტა შეიძლება დააგვიანდეს ამ პიროვნებას. მოდი ერთხელაც ვიკითხავ. ერთხელაც ვიკითხავ, კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით და დაგემშვიდობებით შემდეგ. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს? საინტერესო. ვიღაცებთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ ან მას ყავხართ დაბლოკილი, ან თქვენ ყავთ დაბლოკილი, ან უბრალოდ ერთმანეთისგან ხართ აი ჩაკეტილები რა საერთოდ თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი ბედის ბორბალი მაინც დაატრიალდება თავიდან და ისევ რაღაცა არჩევანში ჩაავარდებით, ასე ვთქვათ, ორივე არჩევნის გაკეთება მოგიწევთ და საკმაოდ ბევრი იცი რა მომენტი გექნებათ? ანუ ის ფიქრობს, რომ თვითონ ექნება უпроსტოდ იმ ადამიანს, რომ ესა თქვენთან უნდა ძალიან ისეთი სტაბილურობა, ვიღაცას შეიძლება ოჯახური სიტუაციებიც, მაგრამ აი მთლიანობაში თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას უნდა სტაბილური ურთიერთობა თქვენთან, მშვიდი, წყნარი და დაბალანსებული ურთიერთობა, რომ ერთმანეთს უგებდეთ, აი ასეთი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილია ეს პიროვნება, თითქოს აი გონია რომ დაიღალა ამ ყოლაფრით რა, აი ეხლა რა სიტუაციაც არის თქვენ შორის, დაიღალა ამ ყოლაფრით და უნდა რომ რაღაცაზე შეთანხმება მოხდეს თქვენ შორის, დასრულდეს აი ეს გაურკვევლობა. დარწმუნებულია, არის ამაში დარწმუნებული ეს პიროვნება, რომ ისევ თავიდან დაიწყება თქვენ შორის, მაინც იქნება რაღაც ეგეთი სიტუაციები. და ესა უბრალოდ ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ამ ურთიერთობაში. აქვს სხვათა შორის ეს ფიქრები და უფრო მეტად სტაბილური უნდა იყოს
თქვენი ურთიერთობა. ძალიან კარგი ფიქრებია. ნახოთ რას ისამს. არჩევანი აქვს ამ ადამიანს გასაკეთებელი. ან შეიძლება რეზონირდეს ისეც, რომ თქვენ გქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი. აქ არ ვიცახი, რომ მაინც ერთი და მეორე პიროვნებას შორის არჩევანი, ან რაღაცა კონკრეტულ საკითხზე არჩევანი, თუნდაც იმაზე, რომ იყოთ ამ პიროვნებასთან თუ არ იყოთ. აი ეგეც. ხო, და ანუ აი ესეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს, რომ მოხდეს თქვენ შორის შეთანხმება და ჩამოყალიბდეს ნორმალური, სტაბილური ოჯახური ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს ადამიანი აღგიქვავთ რაღაც, შეიძლება არც ყოფილხართ არასდროს მისი ოჯახის წევრი, მეუღლე, ანუ ამას გულისხმობ, მაგრამ აი თქვენ ხართ მისთვის აი რაღაც ოჯახური სითბოსთან ასოცირდებით, ძალიან აი ესეთი შეხედულობა აქვს თქვენზე ამ ადამიანს. და ამას ფიქრობს. ძალიან კარგი, მეგობრებო, დაგემშვიდობებით მე. შეგახსენებთ ისევ, თუ ვინმეს გაქვთ პირადი სესიების სურვილი, დამიკავშირდით ნომერზე 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ. დროებით კარგ საღამოს გისურვებთ.